საკმაოდ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისე ვიწყებთ იობის წიგნის კითხვას, ახლა ეს პაუზა გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზით და მოხდა მიზეზებზე აღარ ვისაუბრებთ ახლა. ხოლო 22-ე თავს ვკითხულობ, მთლიანად წავიკითხავთ, სულ 22-ე თავში 28 მუხლია, თავიდან ბოლომდე წავიკითხოთ და მე რაღაც ძირითად საკითხებზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. ეს არის იობის სიტყვა ახლა, იობი. ახლა გაგახსენებთ, რომ იობის წიგნი რაღაც ესე კვლევარები სხვადასხვა ნაწილებად ყოფენ, პირობითად რაღაცა იმასვებიან. ძირითადად აქ არის საუბარი მეგობრებსა და იობს შორის. იობი საუბრობს, მეგობრები რაღაცა თავის არგუმენტებით ცდილობენ იობის დარწმუნებას, რომ ის განსასწრებას თავზე მის თავზე ხდებოდა, ცოდვის გამო იყო და მე ბოლოს არის ღმერთი ესაუბრება თვითონ იობს. და ბოლოს კიდე ერთი პერსონაჟი შემოდის, მე რომელზეც და ჩვენ როცა მივალთ, აქ სამი მეგობარი ჩანს, ხო? და მე მეოთხე მეგობარი შემოდის, ახალგაზრდა კაცი, რომელიც საერთოდ არ ჩანს და იმასაც ძალიან საინტერესო სიტყვა აქვს და მე ღვთისმშეწამით როცა მივალთ იქ, მე ამაზე ვისაუბროთ. ახლა იობის სიტყვას წავიკითხოთ ახლა რა. ხოლო აქვს ვერცხლ, საბადო და ოქროს ადგილი, სადაც წმენდნენ მას. რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვა. ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ნელიცისა და წყვილადის ქვას. მაღაროს თხრის უკაცრიერში კაცის ფერხთაგან მივიწყებულ ადგილებში. მიწა პურს რომ აღმოაცენებს და მის ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისაგან არის სახეცვლილი. საფირონი საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა მოიპოვება. მისი ბილიკი არ იცის ონავარმა ფრინველმა და ქორის თვალიც არ დაუნახავს. ამაყ მხეც იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს არ გაუვლია, კაჟისაგან გაიშვერს ხელს, ფესვიანად აყირავებს მთებს, კლდეებში არხები გახავს და ყოველივე ძვირფას ჭრեց მისი თვალი. ახლა მოდი ბოლომდე წაკითხვა, აქამდე გავჩერდები ახლა, რომ იობი საუბრობს სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ახლა და თქვენ ხო იცით ახლა ჩვენ წინასწარ მე მგონი საუბრობს თქვით რომ იობის მეგობრები რაღაც თავი არგუმენტირებული მტკიცებით ცდილობდნენ იობი დაერწმუნებინათ იმაში რომ ეს ყველაფერი სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია და თუ ადამიანი ჩადი კარგად ცხოვრობს კარგად უნდა იყოს თუ ადამიანი ცუდად ცხოვრობს ცუდად უნდა იყოს მისი საქმეები რა და იობი უყვება ამას რომ ეს კი ვიციო ეს ყველაფერი ის რაც ხდება რომ ვერცხლის საბადო ოქროს არის ადგილი სადაც მიწაში მოიპოვება მე წმენდნენ და ღებულობენ ოქროს და ვერცხლს ხო ასეა რა ხო და ანუ ბუნებრივი კანონზომიერება კი ვიცი რომ ეს ასეა მაგრამ დინარეთა ნიაღრებს აკავებს და ფარულ სინათლეზე გამოაქვს სად იპოვება სიბნელე სად არის შემეცნების ადგილი მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყანა და ის არ იპოვება უფსკული ამბობს ჩემში არ არისო ზღვა ამბობს ჩემთან არ არისო ხო სად შეიძლება ადამიანმა სიბზნე იპოვოს ხოლმე მხოლოდ ღმერთთან რა კი სამყაროში თავისი კანონები ცხოვრობს თავისი კანონებიში რა იგულისხმება ღვთისგან დაწესებული კანონები და ეს სამყაროში მოქმედი კანონები თავიდანვე ასე იყო ხო არ იყო ასე ღმერთმა სამყარო შექმნა ყველაფერი იყო მშვენიერი და ყველაფერი იყო იდეალური შემდეგ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა სამყაროში ეცემა ადამი ეცემა ევა და სამყარო იცვლება და სამყაროში მოქმედი კანონებიც იცვლება ღმერთის და სამყაროს შორის ის რაც იყო ურთიერთობა სამყაროს და ადამიანის დაცემამდე შეიცვალა. იმიტომ რომ სამყარო ღმერთმა კი არ შეიცვალა დამოკიდებულება ადამიანის და სამყაროს მიმართ ღმერთს ადამიანი უყვარს და მისი ქმნილება უყვარს. ადამიანი დაუპირისპირდა ღმერთს და შესაბამისად ეს ურთიერთობები შეიცვალა რა. ამის შემდეგ იწყება სამყაროში ტკივილი, ცრემლი, ღალატი და ასე შემდეგ რა. ცოდვის შედეგები ეს ყველაფერი რა. მანამდე ეს ყველაფერი არაფერი არ იყო რა. იყო ჰარმონიული ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის ადამიანს იმდენად ახლოს იყო ღმერთთან და რაც მას ჰქონდა მომენტში უნარი შემეცნების ღმერთს იმდენად იმეცნებდა ჩვენ გვაქვს სული ღმერთი შევემეცნოთ მაგრამ ჩვენი ცოდვა ამას არ უშვებს და ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთი მივიღოთ ჩვენში იმიტომ რომ ჩვენი გონება ჩვენი სული დაბინძურებულია ცოდვით ხო არ შეფასდება ოფირის ოქროთ არც ძვირფასი ონიქსით არც საფირონით ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი წმინდა ოქრო ჭურჭელი მისის აღირალი არ არის სახსენებელი მარჯანში და ბროლში მარგალიტი ძვირფასია სიბრძნე ანუ რაც უნდა სამყაროში რაც არის ყველაფერი ერთად რო შეაჯამო არაფერია ღვთაებრივი სამართალი არაფერი არ არის და ეს ყველაფერი ღმერთმა ვისთვის შექმნა სამყარო ადამიანისთვის შექმნა თავის ხატად შექმნილი ადამიანისთვის რომ ადამიანი მივიდეს ღმერთში შემეცნებამდე ან პირადად ურთიერთობთ ან სამყაროს დამკვირვებლად ჩვენ ხო ღვთის შემეცნების გზები არსებობს ასეთი და ერთ-ერთია მაგალითად ახლა შეხვა სიტყვაზე
ვენახში, ხო? სადაც გაშენებული გაქვს ვაზი, ხო? და იქ რომ მუშაობ ადამიანი რა. იქ ახლა თუ მთელი გულით და სულით, მთელი სიყვარულით თუ უდგები ამ ჩემს საქმეს, იხვდები აქ საოცარი რაღაცები ხდება რა. საოცარი ერთი და იგივე მიწიდან, იქიდან აგიზდება ვაზი, იმის გვერდით შეიძლება სარეველა გაიზარდოს, ხო? ერთი და იგივე ნიადაგიდან იკვებება, ხო და მიხვდები ადამიანი რომ აქ რაღაცა შემთხვევით არაფერი არ ხდება რა. ის არის ვინ არის რომელიც ერთი და იგივე სითხიდან კვება მცენარეს ერთს აძლევს უგემრიელეს ნაყოფს, მეორე შეიძლება შამი და საშინელი რაღაცა იყოს, ხო? ეს ყველაფერი ღმერთია და ღმერთის შემეცნებამდე მიდის ადამიანი. თუ გინდა ყველა სრულყოფილი არსება ვინ არის სამყაროში? ადამიანი, ხო? აგრეთვე სამედიცინო მუშაკები და ადამიანები, რომლებიც მედიცინასთან აქვს კავშირი, ისინი თუ მორწმუნეები არიან, ღმერთის დიდებულებაში ადამიანთან და ურთიერთობით და აუცილებლად მივლიან რა. ისიც საოცარი ადამიანი. მე ხო ხო არის სტომატოლოგი, ხო? ყველა ადამიანს სხვადასხვა რაღაცა, სხვადასხვა რაღაცა შეიძლება კბილი რა არის ახლა სიტყვაზე ვთქვა, ხო? ყველა ადამიანის განსხვავებული. და ზუსტად იდენტური შეიძლება ვერ ნახოთ. ხო ასე? ასეთია დიდებული არსება, რომელსაც ღმერთი ქმნია, რომელიც სამყაროს კი და მასთან შედარებით არაფერი არ აქვს ეთქვა. ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზე წმინდა ოქროთი ის არ აიწონება. საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი? უხლავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცისფრინველთათვის. ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ, ყური კი მოგიკრავს უმისთვის, ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი, რადგან ის თვალს აავლევს ქვეყნის კიდევს მთელ სისქვეშეც ხედავს, როდესაც ქარს წონას უწესდებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა. ვინ იყო ის, რომელსაც ზღვის გასაჩერებლად ქვიშა გამოიყენა, ხო? ვინ იყო ის ასე? ვინ არის? ღმერთი. როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვირნვას გზა გაუკაფა, მაშინ იხილა ის და გამოცხადდა, დააფუძნა და კიდეც გამოსცადა. უთხრა ადამიანს, ახლა უფლი შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განდგომა შემეცნება. ანუ ადამიანი ბოროტს რომ დაუპირისპირდა და განუდგება, იმის შემდეგ იხსნება გზა შემეცნებისკენ. ნათლობის დროს აფიცუდებს ხოლმე ჩვენ, აბა გახსოვთ? განუშორებით ეშმაკს, ხო? შეუდგებით ქრისტეს. თუ იეშმაკს და ვაღიარებთ ქრისტეს ჩვენს უფალ და ჩვენ ღმერთად. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება ადამიანმა ღვთისმსწინზე შეიმეცნოს. იმდენად, რამდენადაც ეს შეზღუდული ადამიანისთვის არის შესაძლებელი. მოკლედ ღმერთმა მოგცეს ძალა შემეცნების და გონიერების ამინ.